როგორ უნდა მიხვდე, რომ შენ დაწინაურებისთვის მზად ხარ? ხშირად თანამშრომელი ფიქრობს, რომ მას დაწინაურება ეკუთვნის, რადგან კარგად აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგაწინაურო. დაწინაურების დრო მაშინ მოდის, როცა ადამიანს უკვე აქვს უნარი აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, იაზრებს მის საქმეს ფართო კონტექსტში და შეუძლია წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ თავის, არამედ გუნდის და კომპანიის წარმატებაში. ასევე არსებობს ობიექტური ნიშნები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თანამშრომელი მზად არის დაწინაურდეს. პირველი, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება ზედმეტი მითითებების გარეშე. მაგალითად, ხედავს, რომ პროცესში რაიმე არ მუშაობს, არ ელოდება, როდის თხოვენ საკითხის მოგვარებას, იჩენს ინიციატივას და თვითონ სთავაზობს ალტერნატივას. მეორე, აზიარებს შეძენილ ცოდნას და საჭიროების დროს ეხმარება სხვებს. ხშირად აწინაურებენ იმას, ვინც გუნდურად მუშაობს და არ არის მხოლოდ საკუთარ შედეგებზე ორიენტირებული. მესამე, აქვს კოლეგებთან და ზემდგომებთან სტაბილური და ეფექტური კომუნიკაცია. მაგალითად, პროექტზე მუშაობის დროს აინფორმირებს ჩართულ მხარეს, ან თუ არ მოსწონს რაიმე არ წუწუნებს. აყალიბებს აზრს ისე, რომ მენეჯერს და კოლეგებს ეხმარება პრობლემის გადაჭრაში. მეოთხე, აქტიურობს და ჩართულია იქ, სადაც ყველაფერი რთულადაა და კრიტიკულ მომენტებს არ გაურბის. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველაზე გავრცელებული და არასამართლიანი პრაქტიკის მიხედვით, აწინაურებენ იმ თანამშრომელს, ვისაც მენეჯერთან კარგი ურთიერთობა აქვს და კარგად უღებს ალღოს ოფისის პოლიტიკას, ვინც იცის რა, სად და როდის უნდა თქვას. მეტი ამგვარი ინფორმაციის მისაღებად მოიწონე ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. დიდი მადლობა.